მოგესალმებით მეგობრებო, ამლევიდან, სადაც არის აღმართის დაძლევის მესამე ეტაპი. ეხლა 15 წუთში ამოვლეს საპატრულოს ეკიპაჟები, გადაიკეტება გზა ქვევით და ზევით. ყველა მასოხებში დადგებიან მარშლები და ეს გზა იქნება ჩვენ განკარგულებაში. იქნება 4 გარბენი, 1 სავარჯიშო და 3 ჩათვლითი. გამარჯვებულები გამოვლინდებიან დროის მიხედვით. ამ 3 გარბენიდან ერთ-ერთი ნებისმიერი სუერთია საუკეთესო დროში ვინც აივლის, ის იქნება გამარჯვებული. ყველა თავის კლასში, რა თქმა უნდა. კლასებზეც მოგახსენებთ, არის 1-9-მდე, არის 1-9-დან 3-დან 0-მდე და არის აბსოლუტ კლასი. ჩვენი Peugeot-ი 106-ით ვასპარეზობთ 1-9 კლასში. 1-8 Peugeot 106-ი ყავს. რასის რეკორდებსაც მოგახსენებთ ეხლავე. ესე იგი, ამლევში აბსოლუტ კლასში აქვს რეკორდი სანდრო თავართკილაძეს, 2 წუთი 16 წამი და 3 მიასედი. 3-დან კლასში აქვს არჩილ ბიძინაშვილს, 2 წუთი 18 წამი და 9 მიასედი და 1-9 კლასში აქვს იური მანგასაროს 2 წუთი 32 წამი და 2 მიასედი. ყველასთვის უჩვეულოდ გზა სუფთა არის, სუფთა დაგვხდა, წინა დღეებში წვიმები იყო და გადარეცხილია და ხრეში და კენჭები არ ყრია. თუ რომელიმე კლასში გაუმჯობესდება რეკორდი და ახალი რეკორდი დაიდება, შემოგთავაზებთ მაგასაც გეტყვით. დღის ბოლოს, 3 გარბენის შემდეგ, რა თქმა უნდა. სპონსორებსაც მინდა შევეხო, 2026 წლის ჩვენი სარბოლო სეზონის სპონსორი არის ბესტიალი, ავტოგიდი და ID ჯორჯია, რისთვისაც მათ მადლობას მოვახსენებ. ასევე სამოხურჭე სისტემებით გვამარაგებს დეტალიჯი და ჩვენი ავტომობილის ვიზუალზე, ყოველთვის ეს ლამაზად რომ გამოიყურებოდეს, ზრუნავს რეისინგ ლაინი. აღწერაში იქნება, რა თქმა უნდა. დაანაჩენად რა ვიცი, დაიწყება სავარჯიშო გარბენები და ნახოთ რა, როგორ განვითარდება. ეს არის მესამე გადამტეხი ეტაპი, ესე რომ ვთქვათ რა, იმიტომ რომ ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ პირველი 2 მოგებული გვაქვს და ესეც თუ პირველი ადგილი დავასრულეთ, ფაქტიურად ქულებით გარანტირებული გვექნება საქართველოს ჩემპიონობა და წინაზე ჩემპიონები ჩვენ ვართ და კამარს დავიცავთ, ესე რომ ვთქვათ. წესსაც ჩვენ გავხდებით. ჩვენ კი დარჩი ჩვენთან და არხის გამოწერა არ დაგავიწყოთ. მოიწერე რა, აი შეხედე რა, ბოჭოს არხი გამოუიწერე როგორც იქნა, ნახე რა, მოусმინეთ რა, ჭკვიანი კაცია. ბევრთან მიდის მრბოლელებთან და ყველას კაი რჩევებს გაიგებენ ხალხი, ანუ რა და მოისმენენ. და მოიწერე ბოჭოს არხი, ნაცვალე. გაითვალისწინეთ. არჩილის რეკომენდაციები. Okay, don't care about lots of things. I got angel around me, yeah, with wings. That's the best joy she brings. Doing up blessings, doing up things. Life is a boxing match, it stings. Public lynching, private wins. Don't need their little approval. Do my thing, it's just you when you're in that ring. Don't listen to what... აბსოლუტ კლასის მონაწილე, შაკო ციხელაშვილი. შაკო, მოგვიყევი შენ მანქანასთან. რა ვიცი, ბევრი საინტერესო მანქანა არის. კი, საინტერესო, ნამდვილად ბევრი ვიწვალეთ, რაღაც არ არის ეს მანქანა სპეციალურად მხოლოდ აღმართის დაძლევისთვის მომზადებული, ასე ვთქვათ, ცოტა უნივერსალური პროექტი არის, რომელიც უკვე მეორე წელია, რაც ვაკეთებთ, ასე ვთქვათ, და ვამზადებთ. წრიულ ბოლაზეც, ტრეკზეც დავდივარ ხოლმე ამ მანქანით. ხო, სავარჯიშოდ რაღაც დროს ვუტევ ხოლმე რაღაც სუპერკარის დროებს ვადარებ ჯერჯერობით, არ არის საუკეთესო დრო, იმიტომ რომ მაინც რა მანქანა არ მქონდა. Toyota Yaris GR არის, რომელსაც აქვს საბურავზე დაახლოებით 400 ცხენის ზალა. ქარხნულად აქ ამბობთ, შენ გაკეთებული რაღაცა. გაკეთებული არის, რა თქმა უნდა, ტურბინა ყველაფერი შეცვლილი არის. სავალი ნაწილი სლიანად გამოცვლილი გვაქვს, დაკიდების სისტემა სლიანად გამოცვლილი გვაქვს, გადაცემათა კოლოფი სეკვენტალური აყენია, მოკლედ ძალიან მომზადებული არის და ამას გულისხმობ, რომ აღმართის დაძლევა შეიძლება არ მოითხოვს ამდენ ტექნიკურ ჩარევას ავტომობილში, მაგრამ რაღაცნაირად ეს ცალკე
მე და ჩემ მეგობრებს რაღაცა მიზანი გვქონდა, რომ საინტერესო პროექტი შეგვექმნა და მივყვებით ამ გზას მოკლედ. და იმედი მაქვს, რომ შედეგიც მოვა თავისით, იმიტომ რომ ჯერჯერობით ხო წლევანდელ პირველ ბოლაზე არ გაგვიმართლა, ყუმბარა გაგვიფუჭდა. მეორე ბოლაზე კი გექნება ვიდეო ნანახი პოდიუმი იყო, მაგრამ ნუ რაღაცა მოგებისთვის ვიბრძოდი და ბოლოზე ხო, მაგრამ კი ბოლოზე კი ესე სახიფათოდ რაღაც 160 პლუს სიჩქარეზე, მოკლედ 360 გრადუსის გაკეთება მომიწია ვიწრო გზაზე, მაგრამ იმედი გვაქვს დღეს უკვე გვექნება კარგი შედეგი, ჯერჯერობით ჩემპიონობისთვის ბრძოლის მარათონში ვართ და ნახოთ რა ვიცი, იმედი მაქვს რომ შედეგი იქნება. 4-4-ზეა? 4-4-ზეა, კი. წონა რა? 1250 კილო დაახლოებით, რო დავამთავრებ საბოლოოდ ბოდიკიტი უნდა დადგეს ჯერ კიდევ და წვრილმანები, მე ავწონი კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ჯერჯერობით რაღაცებით ხსუბუქდება, ეგ დუგები ამძიმებს, რაღაცები ამსუბუქებს და საბოლოო წონა ჯერ ზუსტად არ ვიცი. აი საბოლოოდ შემდეგი რბოლისთვის უკვე ალბათ ვიზუალურადაც სხვანაირი იქნება ეს ავტომობილი და ეგ ბოლო ეტაპი დაგვრჩა, ასე ვთქვათ რა. აჰა. რა საბურავით ასპარეზობ? საბურავი მაქვს მიშელინის სპორტული საბურავი, რომელსაც არ აქვს არანაირი ჭრა, ასე ვთქვათ, უნარესკოს რომ ეძახიან სლიკებს კი. მედიუმია? მედიუმი არის. რა ვიცი, კარგი იყო, ძალიან კარგად მუშაობს ამ პირობებში, ამ ტემპერატურაზე. ამ გზაზე რა ზოგადად აღმართზე სოფტი არ გეჩინა, რა დაგა? მაქვს სოფტიც, უბრალოდ ამ ზომაში არის მხოლოდ სუპერ სოფტი და მედიუმი. შუაში არაფერი არ არის და სუპერ სოფტი პირველი ნახევარი ჯობნის, მაგრამ მეორე ნახევარში არ არის. მედიუმი ჯობია, მაინც ისეთი ბრენდია მიშლენი, რომ ჰარდი თუ არ არის, ხო, თან მით უმეტეს ამ გზაზე ხა თავიდან კარგი გასახურებელი მონაკვეთი არის და შემდეგ არის უკვე შესატევი ჩქაროსნული მოსახვევები. ძალიან კარგი, წარმატებებს გისურვებ. მადლობა. შენ და შენ შტურმანს. მადლობა. No loose ones, gotta know what you're doing. Bangers and pans are always brewing. Cooking up, stewing. Shut down the rave when you're still queuing. Monumental, historical, yeah. On the map, what you know about there. If you've never been anywhere, give you a dare. Come out your comfort zone, my dear. Do it even if you might fear. Soon enough, that will disappear. ჩვენი მონატრებული რბოლელი, ჩვენი ძმა, თენგო. თენგო ამ პროფილიდან დავიწყოთ გადაგა. კი, ამ პროფილი ეს კარგი პროფილია გამანქანას. დღეს ვართ ამლევში. კი ბატონო. რას გეტყვი ამ გზასთან დაკავშირებით? შენ შარშან წინ იყო, მე მგონი, რაღაც ინციდენტი მოგივიდა, ხო? კი ბატონო. კი, ამ გზასთან მაინც და მაინც თქვა კარგი მოგონებები და გამოცდილებები არ მაქვს, იმიტომ რომ ჩემი ბოლო წლების ჩემი პირველი აღმართი BMW-ი რო დავდიოდი, მაშინ ვიარე, ამ შეჯიბრზე გამოვედი და რაღაც 2 დღის ჩადგმული ძრავი ერთ გარბენში გასკდა, ესე თქვა, შუაზე და შიგნით ცეცხლიც გამიჩნდა და მოკლედ ცოტა ისეთი თუმცა იმ წელს მაინც შენ გახდი ჩემპიონი. კი, მაგას ჩემპიონი მაინც მე გავხდი, მე ყველა რბოლა მოვიგე, მაგრამ ეს ცოტა დავიწყე რა. ხო, რაც შეეხება მაგის შემდეგ წელს გადამულობის ქურო გატყდა და ვერ დავასრულე ბოლომდე ეს შეჯიბრი. წინა წელს ამანქანას ველოდებოდი, ჯერ ჩამოსული არ იყო და საერთოდ გამოვტოვე ეს შეჯიბრი და ასე რომ ნავსი გასატეხი მაქვს რა ამ გზაზე და ნახოთ როგორ იქნება რა. სიმართლე რო გითხრა ამ გზაზე მაგალითად სხვა გზები მირჩევნია, რატომღაც არა ამ გამოცდილების გამო. ხო. უბრალოდ ჩემი შეხედულების გამო მაინც და მაინც ეს ამლების და არ მომწონს, მაგრამ ну არ მომწონს ვერ ვიტყვი, სხვა გზები მირჩევნია რა. უფრო ესე იქ ბოლოში რო ძალიან აღმართია სწორი თუნდაც მაგის გამო ხო, ცოტა ჭუჭყიანია ხოლმე ყოველთვის აქ გზა და ბოლოში მხელა სწორი გზაა თან რომ ძალა წვიტავს. ხო, ცოტა ბევრი რაღაცა იქ წყდება ხოლმე რა და მთელი გზა რო იგებდე, სწრაფი მანქანა იქ ხო, აი ერთად რომ მიხვიდე იქამდე, ჩქარი მანქანა იქ ბევრს გიღებს უკვე რა, მაგრამ ეს წავი მაინც იქნება სხვა. ზოგი გზა ისეთია, ზოგი გზა ესეთია, ზოგი მანქანა ისეთია, ზოგი მანქანა ესეთია. ხო, მაგას ჩვენ ვერ შევცვლით რა. ხო, ყველა ჩაკეტილი და ჩახლათული გზა ვერ იქნება. ხო, ვერ იქნება. არც არის მანდ ეშხი რომ ყველა ნელი გზა იყოს და რაღაც. ხო, თავისთავად. აქეთ ხარს რატო ხო, ეხლა რატო აქეთ ხარეს რატო დავიწყე? რატო დავიწყე გადაგებო? ის პროფილი კარგია გამანქანას. აქეთ ცოტა ბევრი შრამია. აი, აქეთაც გადავიღოთ, არ ჩას. ეს 2 სეზონის განმავლობაში რაც დაუგროვდა შრამები ამანქანას, ესაა ზუსტად და ფიქრობ რომ უხდება ესეთ მებრძოლ მანქანას რა, ესეთი რაღაცეები და ბრძოლის კვალი. ბრძოლის კვალი, კი, ბევრი აქვს ნაბრძოლი უკვე ამანქანას და კიდე ბევრს იბრძოლებს, ასე რომ ნახოთ. შვენიერია. აქ გვაქვს ხა 4 გარბენი. აქ რა ყველა აღმოჩნდა. კი, 4 გარბენია ხოლმე, პირველი გარბენი არის სავარჯიშო. ხო. დანარჩენი 3 არის ჩათვლითი უკვე. ოღონდ აქ მხოლოდ ერთი საუკეთესო წვიტავს და ის იგებს. ანუ აქ არ იკრიბება რალის პრინტივით, ხო, აქ ერთი საუკეთესოა, ასე რომ
ის ერთი საუკეთესო რამენად უნდა მოახერხო დღის განმავლობაში ის სამიდან ერთ-ერთი როგორმე დაწერო ყველაზე კარგი. ზოგს ისეთი ტაქტიკა აქვს, რომ თავიდან მოდი მოვსინჯავ, ჯერ გავივარჯიშებ და ბოლო გარბენს ჩქარავილი. მე მაგას ეგ ტაქტიკა არასოდეს არ მაქვს. პირიქით, თავიდანვე უტევ, იმიტომ რომ აქ ვარჯიშის საშუალება რო არ გაქვს, შესაბამისად ცოტა მალე უნდა მიხვიდე იმ ზღვაზე რა და თავიდანვე ვიწყებ ხოლმე ჩქარასიარულს, რომ რაც შეიძლება მეტი შანსი მეტად ახლოს ვიყო იმ ზღვართან, იმ დღის ზღვართან, რაც შემიძლია ხოლმე და მე ესეთი ტაქტიკა მაქვს, თუმცა ზოგს სხვანაირი ტაქტიკა აქვს. მე მაგალითად ინდივიდუალურია ცოტა ლაითად ავდივარ ხოლმე. არა, ცოტა ლაითად მეც ავდივარ, კი. ხო, რომ დავაფიქსირო რა, რამე დრო მქონე, სულ უკულოდ არ დავჭერ, ვარ დავსხოდვან ასა და გადავარდე და მეორეს და მესამეს მაქსიმალურად უტევ ხოლმე. კი, აქ კიდე ერთი რაღაცაა, რომ აი ხშირად ვისაც გამოუყენებია ესეთი ტაქტიკა, რომ თავიდან ნელავივლი, ხო? იმის ალბათობას დიდია აქ, რომ მანქანა სიტყვაზე გაგიფუჭდა მეორე გარბენზე და ვეღარ დაასრულე. ჩათვლა არ გაქვს. უნდა კონდეს ვარჯიში ნასიაულები, ერთი ჩათვლითი გარბენი და ერთი სტარტი. და ჩათვლა აღარ გაქვს და საერთოდ ის ცუდი დრო, ნაკატავები დრო რჩება და მე მაგიტომ ვცდილობ ხოლმე რომ თავიდანვე ვიარო, ჩქარა რომ რაღაცა რომ მოხდეს, ცოტა ახლოს რომ მაინც კონდეს ხოლმე დაფიქსირებული რა. რა ეგეთი გამოცდილება მაშინ BMW-ზე მეც ჰქონდა, მეორე გარბენზე თუ პირველ გარბენზე გამიფუჭდა ძრავი და სტარტი მჭირდებოდა რომ ჩათვლა მქონოდა და ხელით მოწვევოდი სტარტზე რა. ეგ ვიდეო არის მე და შეგვიძლია გამოვიყენოთ. კი, გამოვიყენოთ თავცილად. შვენიერია, წარმატებებს გისურვებ ჩემო. მეც წარმატებებს გისურვებ და მშვიდობიანი ფინიში და შეიძლება მაღლა. მშვიდობიანი ფინიში სულ ყველას. გაიხარ. სპირტს ამატებ? ცოტა სპირტი დავამატოთ. 31%-ზე, 25%-ზე უნდა ავყანოთ. ეხლა დავამატებ და რავი არიმატებ. რა ორგანიზმი გასინელებს ეს უხე. ეს სპირტი სინელებს. ლოთი. ვის დაიმკვანა ნეტა? არაფერი, რა ვიცი, აი ვეზადები. გავლისთვის. მოკლედ ორი ჩათვლითი გარბენი ვიარეთ უკვე, კლასში ლიდერობ, პირველ ადგილზე ვართ, ორწამში მოყვება მეორე ადგილი, დარჩენილია ერთი გავლა და ვეცდები კიდე დავწიო დრო და კიდე გავამჯობესო. კაროჩე რეკორდების წვიმაა დღეს რა ამ ლევში. ყველა სამივე კლასში ახალი რეკორდი დაიდო. დარჩა კიდე ერთი გავლა და ვნახოთ რა. შეიძლება კიდე შეიცვალოს დროები და კიდე გავამჯობესდეს და ვიღაცას გადაასწროს. შეიძლება.
დასრულდა სამივე გარბენი. კლასში დავიკავეთ მეორე ადგილი. სულ რაღაც ერთი მიასედი დაგვაკდა პირველ ადგილამდე. ბოლო გავლაზე საწვავი არ დავამატე და აღმართში ორგან მომცა ეგრეთ წოდებული ატლეტი. მაგის კადრებსაც ჩავსვათ. ვისო დავაბრალო, ეგეც ჩემი ბრალია, ჩავემატებინე ეს ბენზინი მანქანაში მეთო და აღარ მოცემდა, მაგრამ არა უშეს. ხანისია. მეორესაც კმაყოფილდებით თავარია ყველა მშვიდობით ავიარეთ და ექსესების გარეშე არავინ არ დამპყრობლა, არავინ არ დატრიალებულა. თავარია ყველა მშვიდობით ვიარეთ. ადგილებს როგორც იქნება გავიყვეთ. თუმცა ჩემპიონატში პირველ ადგილს ვინარჩუნეთ. აბსოლუტურ საჭიროებაში ყოველთვის სანდრო თავარდიძე დაგვაჭიდო. აღმართის დაძლევის მესამე ეტაპი ამლევი. ავედით მე და ჩემი გუნდი. ავიარეთ სავარჯიშო გავლა. დავიწყეთ ჩათვლითი გარბენები. პირველი გარბენი ავიარეთ. ნახეთ დროები. პირველი დრო გვაქვს, გვიხარია, ზეიმობთ. დავისვენეთ ცოტა ხანი, გადაიკეტა ისევ გზები, წავიდა მეორე ავლა, ისევ პირველი დრო გვაქვს, ორ წამს ვიგებთ მეორე ადგილზე ვიც მოყვება და მესამეავლაზე მეუნებიან ბიჭები, რომ ბენზინი ჩაამატეო რა, ნახევარბაგზე ნაკლები იყო, ნახევარს და 0 შუაში იყო ის არის და მეთქი ეყოფა რა, ბარემ სუბუქად ავიაროთ, მეთქი ბარემ დავადუღოთ, აი ძალიან მაგრად ავიაროთ მეთქი და თან სუბუქი მანქანით უფრო კაი დროში ავალით მეთქი და ბოლო მოსახვევთან მიცა ატლივი რა. ბოლო მოსახვევთან მიცა ატლივი. კი მივხვდი იმ წუთში ის ბრალიც იყო, მაგრამ რაღაც ვიზავდი, ახლა მივდიოდი უკვე ბოლო გავლა იყო და ავიარეთ. წინა ავლასთან შედარებით ნახევარი წამი მაინც დავწიეთ. 28 და 4-ში ავედით. ჩამოვედით დროებს უყურებთ და მეორე დრო გვაქვს 28 და 3 აქვს იურას ულოცავ აქედან კაი დრო ქონდა და ერთი მიასედით წავაგეთ რა ატლევის გამო თორე მაგ ეტაპსაც ჩვენ წამოვიღებთ მაგრამ არა უშავს ორი ეტაპი კიდე წინ არის და რა თქმა უნდა ვეცდებით რომ გავიმარჯვოთ და ვიბრძოლოთ ბოლომდე რაც შეეხება ტრასის რეკორდებს რეკორდების წვიმა იყო მაგ დღეს რა. სამივე კლასში მოიხსნა რეკორდი. ეხლა მე მოგახსენებთ დროებს. აბსოლუტ კლასში. ტრასის სიგრძე იყო შეგახსენებთ 4 კილომეტრი და 200 მეტრი. აბსოლუტ კლასში იყო ვანუმძელურის რეკორდი 2:13 და 211 მიასედი. სამიდანვე კლასში არჩილ ბიძინაშვილის არის რეკორდი და არის 2 წუთი. ისა 2 წუთი 17 წამი და 524 მიასედი. და ჩვენ კლასში 2-დან 0-მდე კლასში არის იური მანგასაროვის 2 წუთი 28 წამი და 300 მიასედი. დროებით გემშვიდობებით შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ახლა გამოწერა არ დაგავწყოთ. რა იპოვა ამანე? შემაიმუნო შინა. უყურე რა. ბენზინის ტრუბკა ნახე. შემაიმუნო. შეხადავში ყო ძაღლოში. რეებს აკეთებ.